Христианство. Სახელით ამისა და ცოდაც მისულისათა. ამინ. ზმანო და დამ. დღეს არის ფორდინეს სცენები, სამარიტელი დედაკაცის. თქვენ იცით, რაიმე დიდი სიყვარული მაქვს მე სახარების აი ამ ფრაგმენტის და რატომ ესეც იცით და კიდევ ერთხელ გავიხსენო ძალიან ისეთი სასარგებლო დარიგებას მივიღებთ ჩვენ აი ამ დიდებული ნაწყვეტიდან იოანეს სახარებიდან. ესე იგი დღეს ჩემი ქადაგება არაორდინარული იქნება ერთმანეთთან შენიო ყველა ქადაგება არაორდინარულია. ეს მაინც განსაკუთრებით. მე მინდა ერთი რამ გამომდინარე ამ თემიდან თქვენ გაგიხარდება და ის შესახებ გესაუბროთ ჩემო ძმანო და დანო. ესე იგი, თქვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღდგომის შემდგომ სახარება და სამოციქულო იკითხება მხოლოდ საქმე მოციქულთან. და სახარებიდანაც ადგილები იკითხება ისეთი, რომ აი მაგალითად დღევანდელი სადაც ხაზი ესმება, ესე იგი აი ქადაგების მნიშვნელობას, გამიგე მოქცევას და შემდეგ ქადაგების მნიშვნელობას. რატომ არის ეს? იმიტომ რომ ჩვენ საქმე მოციქულთაში კითხულობთ პეტრე და პავლე მოციქულის ძირითადად ცხოვრებას, მათ მისიონერულ ღვაწლს, განსაკუთრებით პავლე მოციქულის და დიდ შემართებას გვაძლევს ეს ჩვენ, ძმანო და დანო, ძალიან დიდ შემართებას. თქვენ გახსოვთ, ეს ჩემი აზრია, მაგრამ მე ვფიქრობ და არა უსაფუძვლო, რომ როდესაც აშოტ კურაპალატი არყამჩი დაემკვიდრა, მან ააშენა იქ პეტრე პავლობის სახელობის ტაძარი. რატომ? როცა თქვა ღვთისმშობლის წინხედრია ჩვენი ქვეყანა, წმინდა ნინო მოიარა მთელი საქართველო, წმინდა გიორგია განსაკუთრებული მფარველი, რატომ მაინც პეტრე და პავლე, პრაქტიკულად პავლე მოციქულის, პეტრე და პავლე მოციქულის სახელობაზე ააგო ტაძარი. იმიტომ რომ ისეთი დიდი, ესე იგი პავლე მოციქულის ცხოვრებით ისეთი დიდი ენერგია ეძლევა ქრისტიანებს, რომ და ამიტომაც იკითხება ხოლმე საქმე მოციქულთა და ამიტომ აშოტ კურაპალატმა ააშენა პეტრე და პავლეს სახელობის ტაძარი. თუ გახსოვთ დავით აღმაშენებელი სულ საქმე მოციქულთას კითხულობდა უმეტეს წილად და აი ქრისტეს ეკლესია დაადგინა, რომ მთელი აღდგომის შემდგომ, ვიცით თქვენ აღდგომის ისეთი დღესასწაული აღდგომა, რომ ისეთი სულიერი ძალები ეძლევა ქრისტიანებს და მე რომ გაგრძელდეს ეს ყველაფერი, დააწესა საქმე მოციქულთას კითხვა, სულ მთელი აი ამ ვიდრე სულთმოფენობამდე და მერე სულ ჩვენ კითხულობთ საქმე მოციქულთას. და აი ეს ორი თემაა დღეს. ორ თემას ვეხებ. ერთი რომ სამარიტელი ქალი ფოდინე სასწაულები გააკეთა ქალმა. ჯერ როგორი მემრუშე ქალი იყო, ხო? გამომდინარე იქიდან რომ 5 ქმარი ყავდა, ნუ ქმარი კი არა, კაცი ყავდა 5. და 5 და ესეთი ქალი, მაგრამ რელიგიური ქალი იყო. აი ეს არის საინტერესო, რელიგიური ქალი. მიუხედავად ამისა, ცოდვილი იყო, მაგრამ და წარმოიდგინეთ ჩემო ძმანო და დანო რომ ქალმა რომ ის მადლი მიიღო, ის წყალი, რომელზეც ლაპარაკობს მაცხვარი, მე ვისაც მივცემ ამ წყალს, სულიწმინდის მადლია ლაპარაკი. ის, ესე იგი, ზღვად იქცევაო და გადავა მარადიულ ცხოვრებაშიო, მოზღვავებული იქნება ეს წყალიო და ეს არის და იმდენად მოზღვავებული იყო ფოდინაში, რომ კაცი კი არა, მე ისეც მინდა ცხოვრობდა, რომ მოწამე გახდა და ღრიანკელების ორმოში და გველების ორმოში თვითონ ჩახდა, ესე იგი მიუსაჯესო იქ ჩაიგდო და დიდი სიხარული თვითონ ჩახდა. აი რა არის ქრისტიანობა, აი რა არის ძალა ქრისტესი. წარმოიდგინეთ ახლა ჩემო ვიფასებო, სოლომონ მეფე ბრძენს, ყავდა 700 ცოლი. სოლომონ მეფე. ასევე დავითს, ასევე საულს დავანებობდა. დავით წმინდანები ავიდა. ასევე გედეონს 70 ცოლი ყავდა ძველ აღთქმაში.
და წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასებო, წარმოიდგინეთ რა ძალა არის ქრისტიანობა, რომ სოლომონი დავითი წარმოიდგინეთ რა ძალაა ქრისტიანობა, რომ პირველი საუკუნიდან ვინც მიიღო ქრისტიანობა, მთელი 20 და 21 საუკუნის მეოთხედი გავიდა ქრისტიანები ან საერთოდ ქალწულებრივად მიდიან და მონაზვნებად, ესე იგი კაცები, ქალები შემონაზვდებიან და კაცმა ქალი არ იცის და ქალმა კაცი, ან ერში ვინც რჩება, ყავთ ერთი ცოლი. გესმით რა მადლია ქრისტიანობა, რა ძალა ქრისტიანობა და სოლომონი 700 ცოლი ყავდა და ესე იგი და ჩვენი მრევლი ავიღოთ, ჩვენი მრევლის უმეტესი მამაკაცები 97% ზოგი უკვე დაბერდა ჩემ ხელში, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ბერდება ერთ ქალს ან ხო ვიცი მაგათ ცხოვრება, ერთ ქალს დაჯერებული არის. ეს ჩემო ძვირფასო დიდი სასწაულია ქრისტეს, დიდი. ნუ 3% ვერ უძლებს იქ სარწმუნოებაში იმდენად ვერ არის და ეგალიტე აი ესეთი ძალა ქრისტიანობას ჩემო ძმაო და და წარმოიდგინეთ ახლა რომ ასე იყო პირველი საუკუნიდან, ხო ის შემდგომ საუკუნეებში განსაკუთრებით განხეთქილებამდე ყველა საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ბელგია, ხო კითხულობ ჩვენ ამ მაცხოვრებას როგორები იყვნენ, მაგალითად მე გადაუხვიეს სარწმუნოებას სამწუხაროდ, მაგრამ რა ძალა ქრისტიანობა, რომ ინგლისი ასე ვთქვათ, ნუ ყველა გარყვნილია დღეს ყველა ქვეყანა, მაგრამ ინგლისი ესეთი რაღაცნაირი ავანგარდულია, ესეთი მოდრული, ესეთი ნუ რაღაცა მიჭირს ახლა თქვა, მაგრამ ეგრეა ახლა ვერ ვიტყვი, ეს ქვეყანა როგორი თავისუფალი ესეთი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, ჩემო ძვირფასებო, თავისებული როგორი სარწმუნოება აქვს. და კარგად გამოჩნდა ინგლისის დედოფლის გარდაცვალების დროს. როგორ რაღაცა პატარა როგორ გადახრული წამსი, მაგრამ მაინც ქრისტიანული წამსი როგორ გამოაჩინეს მათ თავი. ხო და ადრე იყო ესე, რომ უმეტეს ნაწილი მიდიოდა ბერმონაზვნებად, იქ ევროპაში, წარმოიდგინეთ. ჩვენი ქვეყანა ავიღოთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენს მონასტრებში 13 ასურელი მამის მიერ დაარსებულ მონასტრებში, აი მაგალითად ავიღოთ ჩიო მღვიმელი, აი ერთ პერიოდში მერე გარდაიცვლებოდა, ივსებოდა 2000 მერი ცხოვრობდა. ნუ ძირითადად სულ ქალწულები. გესმით თქვენ რაზეა ლაპარაკი? აქედან რა დასკვნა შეგვიძლია თქვენ გამოვიტანოთ? ასე იყო ეგვიპტეში, ასე იყო სპარსეთში მე-4, მე-5, მე-6 საუკუნე, სპარსეთი იყო საოცრად ქრისტიანული. პირდაპირ შეგვიძლია თქვა ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალურად. ასევე იყო ინდოეთის ნაწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესოპოტამიის აქეთა მხარე და აღმოსავლეთ ბიზანტიაზე არ ლაპარაკობს. და მე მინდა ხო და ახლა მეც რომ მოვიქეცი, მეც იცი თქვენ ხო, მაქვს მოვიქეცი და ესეთი მღვდელს მისია, ყველას მისია, გერისკაცს, ყველას თქვენ მისია, რომ იქადაგოთ ქრისტიანობა საქმით მაინც. სიტყვითაც რა თქმა უნდა და იცი თქვენ ეს მე ვერობა მინდოდა წამოვედი გული დამწყდა, მაგრამ აი ესეთი რაღაცა, ესეთი განწყობა მქონდა, რომ აი ამის სანაცვლოდ მე ბელშვილს გავაჩენ და ვიქადაგებ, ნუ ქადაგება უკვე ჩემი მოვალეობა იყო, მაგრამ აი ეს მინდა გითხრათ, რომ მე არ მიყვარს უბრალო ქადაგება, მე არ მიყვარს ტრაფარებული ქადაგება, მე არ მიყვარს უღიმღამო ქადაგება, მე არ მიყვარს უმარილო ქადაგება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე ვიყავი აი გადამკვდარი, რომ მიტყვიან ქადაგებისთვის, მომზადებისთვის. ვემზადებოდი ყოველ კვირას, ვემზადებოდი ისე, რომ რაც შეიძლება ლამაზი და კარგი ყოფილიყო ჩემი ქადაგება, მომეტანა მრევლთან ჩემი ქადაგება. ამას ვერ ვებუებოდი. როცა უსმენდი სასულიერო პირებს, რომლებიც ხვდებოდი მომზადებლად ქადაგებდნენ მომზადებლად, უმარილოდ არ შემეძლეს, ეს არ არის ქადაგება, ეს არ მიდის ადამიანის გულამ. და მიხარობდა ყოველთვის ინგლის მოსმენა, რომ ძნობდი და ვხედავდი, რომ აი მომზადებული იყო ადამიანი და ისე მოდიოდა ქადაგებისთვის, მაგრამ
მე ხმა რა თქმა უნდა შორს ვარ იმაზრისგან რომ ჩემი გადაგება ყველაზე კაია საერთოდ მე უკმაყოფილი ვარ ყველა ჩემი გადაგების მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვიტყვი რომ ჩემნაირ გადაგებისთვის არავინ არ ემზადება როგორც არ როგორი გადაგება ეს მეორე თემა ველმა გასაჯოს მაგრამ მე არასოდეს ესე იგი ჩემნაირად მე მართავს არავინ არც ერთ სასულე პირი ამიტომ თქვი არაორდინარული იქნება არ ემზადება გადაგებისთვის ხო აი რატო ეხა გეტყვი ორი რამ ხონდა მისმა შვილების ესე იგი ძალიან ბევრი შვილების გაჩენა და ძალიან რაც ჩემ დონეს შემეძლო მე კაი გადაგება ესე იგი არა უბრალოდ ეს რა თქმა უნდა ხა შემილია გამოვიდე და იქ დაიბადა გაიზარდა ეს უბრალოდ უმარტივო გადაგებები შემილია თქვა ყოველთვის და ყოველდღეს მაგრამ ამას არ ვაკეთებ იმიტომ რომ მე მინდოდა ეს ყოფილიყო ლამაზი გემრიელი როგორც ხატვარი ახლა ხო რაღაც ოფი არის მხატვრები რომელიც ისე დახატავენ ხო შეუკვეთავენ მაგრამ ნამდვილი ნუ რა თქმა უნდა ხა პიკასო და იმათაც ჰქონდა შეკვეთა დიდ მხატვრებს ყველას თითქმის მაგრამ ხატვარი ნამდვილი მხატვარი არ დახატავდა ნახატს უბრალოდ გამიგე ფულის გულისთვის არამედ ის აუცილებლად თელ სიცოცხლეს ჩაახსოვდა მაშინ და აი ესე ვამზადებდი მე გადაგებებს აგერ მეჭირა თოთო ბავში ჩემი შვილი როტირო და ვარწევდი მარჯვენა ხელში მეწირა საწელკალამი მქონდა რეული და აი ესე აქ გადაგებას წერდი, აქ ბავშვს ვარწევდი, ესე 10 წლების განმავლობაში. 10 წლების განმავლობაში. და არ ვიცინებდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესე იგი და რაღაცა შედეგი ქონდა ამას თუ არ ვიცი, იცი თქვენ რომ დიდ დარბაზებში გვიწევდა ჩვენ შეხვედრები და დიდ დარბაზებში ვატარებდით ლექციებს და უამრავი ხალხი გვესწრებოდა. უამრავი ხალხი. ეს იყო თბილისის უნივერმაღის სააქტო დარბაზი, საჯარო სკოლების დარბაზები აქ 62-შიც ვიყავით რამოდენიმეჯერ. ეს იყო ერთხელ ცეკავშირის დარბაზი დაგვიქირავა მახსოვს მაგა ბურჯანაძე. დაგვიქირავა მთლიანად ის ავავსე ხორავას კლუბში ხშირად ვიყავით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, უამრავი ხალხი ესწრებოდა. და მაშინ არ იყო ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ჰქონდათ. მე ძირითადად მაშინ იოანე ოქროპილს ვთარგმნით და იმას ვკითხულობ. და აი, მე მახსოვს, რომ ქუთაისში ჩადიოდა, ყველგან ჩადიოდა ეს გადაგებები. და ისე უხაროდა ხალხს წერილებს წერდნენ, ზოგიერთი როცა თბილისში ჩამოვიდა, შემთხვევით ნახავდნენ ან ზოგჯერ მოდიოდნენ უნდათ შეხვედრა ჩემთან და ყველა მადლობას მეუბნებოდა და ეს იყო ჩემი უდიდესი სიხარული რა თქმა უნდა. აი მაგალითად აქ აწერი ამას დიდი პატივისცემით მამა ალექსანდრეს ირინე ქუთაისი 2000 წელი. აი ირინე ყოველთვის ლოცულობ დალოცოს ირინე ღმერთმა არც ვიცნობ და იოანე ოქროპილი არის იმერული სახის, რადგან მაინც ქუთაისური იერის იოანე ოქროპილი ძალიან საყვარელი ხატია. ხო და აი ესე დიდ სიხარულში ვარ ჩემო ძვირფასებო და ერთი რამ კიდე მე იდეა იცი თქვენ ხო თემა უნდა აიღო რა თემა თუ არა გძნელია გადაგება. კი ახლა თემატურად იქ სახარებაში ჩაიხედავ, მაგრამ აი თემა მაინც ისეთი თემა რომ აი ძალიან დაინტერესო მრევლი და ამ თემისთვის მე მთელი კვირა ვემზადებოდი საათობით ხარჯავდი დროს და მე ძნელად რაღაცაა დავირჩევდი და ასე შემდეგ. ეხლა ჩემო ძვირფასეო საერთოდ აღარ შემიძლია ძალა აღარ აი როგორც ჰემინგუეს მოხუცი და ზღვა ხო გაქვს აკითხული ეს მოთხრობა და ესე იგი აი გინდა იმ შემართებით მაგრამ აღარ არის ძალა რა ან ვაჟამშავინას ერთი პოემის არ იყოს თიელი კაცი სულ ბრძოლაში როა და გაიგებს რომ მიიწყება ბრძოლა იწყება და უნდა რომ გვერდზე დაუდგეს ახალგაზრდა მოხუცე და ვეღარ ჯდება ცხენზე ავა გადმოვარდება და ვერ მიდის ესეთ მდგომარეობაში ვარ მაგრამ რატო ვამბობ ამას ღმერთმა ისეთი სასწაული მომაყვა ჩემო ძვირფასო რისთვისაც მე საათობით კვირის განმავლობაში საათებს ხარჯავდი უძილო ღამეებს რომ ეს თემა მეპოვა იდეა მეპოვა ერთ წამში მაძლევს ამ იდეას
ეს არის მთავარი. თორე დანარჩენი მე ამ იდეას გაშლი. პატარა ერთი გენერალური რეპეტიცია უნდა 1 საათი მაინც რომ გამოხო და მორჩი. ესე იგი ისე გამიადვიდა უფალმა იმისთვისაც მე ვიხარჯებოდი საათობით ღამეს ვატებდი ხალხო ერთ წამში მოდის ეს იდეა თავარი არ დაგავიწყდეს ბევრი რამ დამავწყდა უნდა ჩაიწერო და მორჩი. ესე იგი ამის დასტურება ის ვინ იფიქრებდა ამას ჩემო ძვირფასები რომ და არა ჩემი დამსახურება და ამიტომ რომ თქვა ჩემი დამსახურება ამბობ ღმერთმა რა აზრი მომაწოდა და როგორ მე აი ესე გავშალი და ისტორიაში მოვახდინე გადატრიალება ხო იცი ვახტანგინუალოავს იქ იმას რწონის ძროხებს იმას ესე იგი გადატრიალება რა გაგებით ნუ მე ახლა თავისუფლდები ჩემ რეოში და ვლაპარაკობ თავისუფლად გიორგი ჭყონდიდელი არავინ არ იცოდა კი როგორ არ იცოდა ვინ იყო დიდი კაცი იყო მაგრამ რამ იგნება მაჩუკა მომცა მერტმა რომ ძნელი ამას არ დაეთანხმა რომ არა ეგრე არ არის გიორგი ისა გიორგი ჭყონდიდელი არის არა მარტო საქართველოში თელს კაცობრიობაში ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე თუ ყველაზე დიდი არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბერდიდი ანუ ჩვენ სტარეც რო ვამბობ და ვერ უყოვეთ ამის შესაძლებლობას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემო ძვირფასო. და რატო? იმიტომ რომ კეისარი აღმოსავლეთისა გიორგი მეორე ამ ხელწოდება ჰქონდა ბიზანტიის იმპერიის იმპერატორის. აღმოსავლეთის ჩემო ძვირფასო უდიდესი მეფე და ისტორიაში არ ჩანს ეს კარგად უცებ უთმობს ტახტს 16 წლის დავით აღმაშენებელი ეს ესეთი რამ შეუძლებელი იყო მოხდარიყო ჩემო ძვირფასო აქედან გამომდინარე გიორგი ჭყონდიდელი იყო ის ადამიანი რასაც იტყოდა ყველაფერი რო სრულდებოდა რასაც ის იტყვის ღმერთის iri იყო აი ღმერთი რასაც ფიქრობდა გიორგი ჭყონდიდელი იმას განაცხადებდა ხო ესე იყო ხო სტარიცებს ესე უსმენდნენ ხო და უთხოვარია რომ გიორგი ჭყონდიდელმა თქვა რომ თანვის წინახედი რომ უნდა დაეთმოს ტახტი დავით აღმაშენებელს და მოდის დიდებული ოქროს ხანა საქართველოსთვის და მხოლოდ ეს ამით აიხსნება ის რომ გიორგი მეორე ტახტს უთმობს დავით აღმაშენებელს თორე ჩვენ ისტორიაშიც არის შვილი რო გაიგებდა რომ ტახტისთვის ფიქრობდა კლავდნენ ჩვენი მეფეებიც ბიზანტიელი მეფეებიც რუსებიც და საერთოდ სოფლიოს ყველა ესია თუ შვილი არ უნდა ახდეს მამას და აქ ჩვენ ხედავთ ერთადერთ შემთხვევას როცა აი ესე პირდაპირ უთმობს დიდი სიხარული უთხოვარი ეს იმიტომ რაც მე ახლა ვთქვი მეორე ესეც აი როგორ ღვთისგან როგორ მეძო აშოტ კურაპალატი ჩემო ძვირფასები თქვენიც 67 ფსალმუნი ბენიამინის ტომის წარმომადგენელიო ღვთისო წინო ეს ლაპარაკია პავლე მოციქულზე ხოლო 121 ფსალმუნი რომელშიც ლაპარაკია მეფუცა მეო დავითი ამბობს ღმერთმა მეფმა აკუცა რომ თუ შენი შთამომავლები კარგად მოიქცევიან ღვთისმიერად მათ უკუნისამდე დავსვათ ტახტზე და აშოტ კუროპალატი მეფეს წოდებას რომ მიიღებს მართლაც როგორც დავით წინასწარმეტყველი შთამომავალი იქიდან მოყოლებული ბაგრატიონები არიან ყველაზე ხანგრძლივი დინასტია მთელ მსოფლიოში გამიგეთ ასე რომ 121 ფსალმში ის რაც წერია ის ეკუთვნის აშოტ კურაპალატს უპირველეს ყოვლისა სასწაულები ხდებოდა სასწაულები აი ღმერთი ისე და აი ჩემო ძვირფასებო მე გახარებული ვარ და როგორც ეს ქალი ფოტინე სამარიტელი რომ მიიღო ეს დიდი მადლი ეს წყალი ღვთისგან ბოძებული გაიქცა სუქაში და თუ ემალებოდა თავის თანამოქალაქეებს ეხლა მივიდა და ქადაგება დაუწყო ჩემო ძვირფასებო აი რა ძალა ქრისტიანობის რა თქმა უნდა ეხლა ის დრო არ არის დიდი მადლი და მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ აი საქართველოს მაგალითზე ხედავთ რომ ქრისტიანული მადლი რას აკეთებს
deep state იქვია, ხო? რა ძალას დაეტაკა ქრისტიანული საქართველო. ზოგი რო დასცინის, რას დასცინის რა? ანტიქრისტიანები ქრისტიანობას ებრძვიან, ეს ქრისტიანული ისტორია, მსოფლიო ისტორია და ამას დასცინე რა არ არსებობს. ხო და ჩემო ძვირფასებო, საქართველო, მე ძალიან მეშინია, რომ აი კი გავართ ახლა, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ რაღაც ღალატი არ მოხდეს, რაღაც არ დაგშალონ, გამიგე, მაგრამ როგორც ხედავ, ერთი წელი გავიდა 17 მაისიდან და თქვენ ხედავთ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა და ფეხზე დადგა. აი მარტო თბილისში 500,000 ეს არის ის რომ ვერ გვამარცხებს ეს ბოროტი ძალა. ეს ბოროტი ძალა თვითონაც უკვე რა ხდება, თვითონაც უკვე. რო ესე არადა უნდა ჩემო ძვირფასებო დაგვანგრიო. უნდა რომ ნათესავები მოვიყვანოთ ცოლად, უახლოეს ნათესავები მათ შორის, უნდა რომ ვიყოთ მამათმავლები, დედათმავლები, ამაზე ფინანსდება ყველაფერი. უნდა რომ ავტორიტეტები, პატრიარქი და ასე შემდეგ, ვინც კი ავტორიტეტი, ეპისკოპოსები, მდლები დააქციონ, ესე იგი გააცამტვერონ, აი გახსოვთ ხო ის საშინელი კაცი, ცოლად რო გაყვა კაცს, ის ესტონელი თუ ვიღაცა რო ჩამოვიდა და დაძდევდა ეს უსიძისო, ეს უხილისი ვიღაცა ეს რა ქვია მას რადიკალური ოპოზიცია ეს უხილისია კაც შეიძლება კაცი ცოლად გაყვა კაც და იმას დაძდევენ და რა თქვა დაინახა და იმიტომ ეკლესია გიშლი თქვენ ხელსო განვითარებისთვის და აღშფოთდა და ხალხი ივიკით მოხდა მაგრამ ის კი არ გააკეთა თავის აგიტაცია კი არ აგიტაცია მიმოქმედა ივიკით მოხდა ის შეწევა რომ ხალხი აღშფოთდა აი ამის და სხვა რამის გამო აღშფოთდა ხალხი და ახლა თქვენ ხედავთ როგორ დგავართ ჩვენ და მე ესე გვატაროს ყველა ერთად და ბოლოს ჩემო ძვირფასებო მე მინდა მე ესე იგი დავამთავრო რომ ბედნიერები ვარ ჩვენ ამდენი წელი ხო მშვიდობა აი რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი მშვიდობა ჩემო ძვირფასებო მე დავიძინე და განვიღძე უფალი წენებო ერთი დღეც კი მშვიდობა არის საკვირველი და თქვენ ხედავთ 13 წელია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ეს მხოლოდ ღვთისგან შეიძლება მოხდეს და რა თქმა უნდა იმის გამო რომ საქართველოს ესე დგას ვაშკაცურად ფეხზე აი ამიტომ სხვანაირად როგორ შეიძლება აქ იყოს მშვიდობა რა ძალები გვეუბნია ჩემო ძვირფასებო და მე მგონი რა ვიცი ყველაფერი თქვი ყველაფერი რაც მინდოდა თქვი მე ძალიან გახარებული ვარ და ყველანი უნდა იყოს გახარებული ყოველთვის განსაკუთრებით აღდგომიდან აი ეს დღეები არის რაღაც ძალიან სასიხარულო და აი როგორც ფოტინა გაუხარდა და მე აღარაფერზე ფიქრობდა ამ ქვეყნიურზე აი ასეთი ძალა უნდა მოგეცეთ მეც თქვენს და ყველას რომ ვიყოთ და ეს სიხარული ხა რაც მე გამოვხატე ირინამ რომ ესე გამოვხატა ჩემდამი რა თქმა უნდა მე თვლი რომ ყოველი ჩემი ქადაგება სუსტია და უნდა მეთქვა მე ნინოს ვეუბნები უნდა კარგად უნდა მომზადდა ყოველთვის ერთი არ მახსოვს რომ კმაყოფილი ყოფილიყავი მაგრამ თუ უხარია ხალხს თუ რამე წარმატებაა ჩემი ქადაგება და ვინმე რამეს გაიგებს ეს ჩემთვის იმხელა დიდი სიხარულია როგორც აი გახსოვთ ჰანს კრისტიან ანდერსენი რა უცნაური ზღაპრები აქვს მაგრამ დიდებული ზღაპრება ვერან ვერ გებულობდა და თვლიდან რაღაც სისულელებს წერდა და მაგრამ უყვარდათ ბავშვებს ჩემო ძვირფასო და დედები უკითხავდნენ ბავშვებს და ერთ სანაპიროზე ქოხი იდგა დედა უკითხავდა ბავშვ ანდერსენის ზღაპარს რომელიც ძალიან მოწონდა ბავშვს და დედა ნახე რა სასაცილო კაცი მიდისო ანდერსენის აბიტუსი მართა სასაცილო ძელი ცხვირი აღალი მოხრილი და რა და რა სასაცილო შვილო აი გარიო მაგის ზღაპრებს გიკითხავ მე შენ და ქოთაში ვარდი იყო მოწყვი და გაიქცა და ეს ჩემგან შენი კაციმისთვისო რა ქვია ზღაპრებისთვისო და ანდერსენს უნახეთ ეს რა ხო მაგრამ უდიდესი სიხარულით აღივსო ანდერსენი და თქვა ეს არის ჩემი პირველი ჰონორარი ჩემი ზღაპრებისთვისო წარმოიდგინეთ ხო ესე იგი და აი რაღაცა მეც სულ ესეც სიხარულია დიდი სიხარულია ჩემო ძვირფასო იმიტომ რომ
აი რაც მე გითხარით, როგორც მე ვშრომობდი, ხო და როგორც მე ვფიქრობ, რომ ეს გადაგებები ჩემი მხრიდან ყოველთვის მოუწონარია, მაგრამ მე ყოველთვის ვიღებ წმინდა მამებიდან, ყოველთვის არაფერს არ ვაგობ ჩემი ვერ ხდობი ქრისტიანობას და სად არ ხდება ხალხი, სად უბრალოდ ქუჩაში, უბრალოდ ხან მანქანაში ესე გავაჩერეთ, მამა ალექსანდრე გვაკურთხე, როგორ მოგწონს შენი ქადაგებები. მე კი ვერ ვუნები რა მოგწონს ჩემ ქადაგებებში, არა ზოგი მოდის პირდაპირ ბრეული ხდება და დიდი სიხარულია. აი ეს არის ქრისტიანი, ჩემო ძვირფასო. ეს არის თქვენს თითოეულ თქვენგანს ძალიან ბევრი მოგიყვანეთ. ყველაზე მინიმუმს ვიტყვი. ერთმა მოხუცმა ქალმა მოიყვანა და დადის დღესაც ერთი ქალი. მან მოაქცია ეს ქალი. უდიდესი სიხარული. უდიდესი სულიერი აღმაფრენა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე ვერასოდეს ვერ შევეგუები უბრალოდ ქადაგებას, ამიტომ ნუ მიწყენ, რომ ჩემი ქადაგებები მართლაც არაორდინარულია, ხშირად, რაღაცნაირად ისე მინდა რომ თქვენ გაგახაროთ, აი ეს არის მთელი აზრი. და როდესაც ხარობ თქვენს, მეც ძალიან მიხარია. და ერთი პოეტის არ იყოს, როგორი უნდა იყოს ქადაგება, აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ იყავით დუღარელი სულითა და განმარტებებში არის, რომ დუღარის სულით ყველაზე დიდი დუღარება ეს არის ვულკანის ამოფრქვევა. აი ესეთი უნდა იყოს ქადაგება. და ერთი პოეტის არ იყოს, ლექს მე არ ავწერ, ტიციანტალიძე რო ამბობს, თუ ჩამსვამთ ქადაგებას მე არ ვწერ, ქადაგება თითო წერს, ქადაგებას ვეძახი მოვარდნი მეცხრს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმართავს. თითოეულ ქადაგებაში ვდებ ჩემს სიცოცხლეს. ქრისტიანს ჩვენში. ქრისტიანს. ჩემი მეუღლე დამცინის. იცის